ქართული ოცნება უნგრეთთან დაკავშირებით რიტორიკის გადაწყობას ცდილობს. ივანიშვილის რეჟიმი ვიქტორ ორბანის ღია მხარდაჭერი იყო და მისი წარმომადგენლები ყველაზე ხშირად სწორედ ბუდაპეშტში ჩადიოდნენ. უნგრეთის პრემიერთან იდეოლოგიურ სიახლოვეზე ამახვილებდნენ ყურადღებას და პეტერ მადიარის მარცხზე დებდნენ ფსონს. ახლა ეს რეალობა იცვლება. ივანიშვილი ევროპაში ძლიერ მოკავშირეს კარგავს. რა ურთიერთობა ექნება მადიარს ოლიგარქის პარტიასთან? ამას დრო აჩვენებს და ეს უნგრეთის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდება, მაგრამ მთავარი სხვა რამეა. უნგრეთში ხელისუფლებაში მოვიდა პოლიტიკოსი, რომელიც ევროკავშირთან პარტნიორობას აღადგენს და არ დაბლოკავს მის მთავარ ინიციატივებს. ეს არის ფუნდამენტური განსხვავება საგარეო პოლიტიკაში ორბანსა და მადიარს შორის. ევროკავშირთან ქართული ოცნებისა და უნგრეთის მომავალი პრემიერის დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავებულია. ნინი ბალანჩივაძე მოგვიყვება, რას ამბობს ქართული ოცნება მისი მოკავშირის დაკარგვის შემდეგ. ქართული ოცნება, რომელიც ფაქტობრივად ღიად და დაუფარავად იყო ჩართული ვიქტორ ორბანის მხარდამჭერ კამპანიაში და მოქმედი პოლიტიკური გაერთიანების ხელისუფლებაში დარჩენას გულშემატკივრობდა, დღეს ფრთხილი ოპტიმიზმით ცდილობს თავის დამშვიდებას და წარმოჩენას, რომ ქართულ-უნგრული ურთიერთობები არ შეიცვლება. იმედოვნებენ, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ისევ იგივე ფორმატში გაგრძელდება, როგორც იყო ამ შემთხვევაში ვიქტორ ორბანის მმართველობის პირობებში, თუმცა როგორ აპირებს ოცნების ხელისუფლება, ამას უცნობია, რადგან პეტერ მადიარმა ორბანის 16 წლიანი მმართველობა უკვე რეჟიმად შეაფასა. ამ დროს კი რადიკალურად განსხვავდება ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის პოზიციები, მეტიც ივანიშვილის პარტია ზუსტად იმ მესიჯ ბოქსით ესაუბრება საზოგადოებას, რა კამპანიაც აწარმოა წინასაარჩევნოდ ვიქტორ ორბანმა, პროპაგანდა ომსა და მეორე ფრონტის გახსნაზე, ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკა, თავდასხმა პარტნიორებზე და ეროვნული იდენტობის დაცვის იდეა. საინტერესოა ისიც ამიერიდან სად გაემგზავრება მომავალში ივანიშვილის გუნდი ოფიციალური შეხვედრებით ისეთივე სიხშირით, როგორც ეს იყო უნგრეთის შემთხვევაში, რადგან დღეს გაირკვა, რომ უნგრეთში გამართული საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია კონსერვატიული მოქმედების კონფერენციების ჩატარებას აღარ დააფინანსებს. ამ კონფერენციების ხშირი სტუმარი კი სწორედ ივანიშვილის პრემიერი იყო, რომელიც ჯერ საჯაროდ მედიასთან არ გამოჩენილა. უნგრეთში ვიქტორ ორბანის დამარცხებაზე მან მხოლოდ მოკლე წერილობითი განცხადება გაავრცელა. ამაკაც უკვე სულ გიხარიეთ, რეალურად შვენიერი ჯიგარი ბიჭია ესეც. ასე ცდილობს ქართული ოცნება თავის გამხნევებას მათი პოლიტიკური მოკავშირის არჩევნებში დამარცხების შემდგომ, თუმცა ოცნების დეპუტატების განცხადებები დღეს ისეთივე ომახიანი ვერ არის, როგორიც შეიძლება ყოფილიყო არჩევნებში ვიქტორ ორბანის გამარჯვების შემთხვევაში. ივანიშვილის პარტია, რომელიც ფსონს უნგრეთის უკვე გადარჩეულ პრემიერზე დებდა და ბოლო პერიოდში ოფიციალური ვიზიტებით ხშირად სტუმრობდა ორბანს, დღეს ფრთხილი ოპტიმიზმით და მხოლოდ იმედის მომცემი კომენტარებით შემოიფარგლება. მესიჯ ბოქსის ნაწილია ორბანისთვის გულმხურვალე მადლობების გადახდაც. მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ ორბანს ყველა იმ საქმისთვის, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის კი არა, ქართული ხალხისთვისაა გაკეთებული და ასევე იმ განცხადებებით, რომელიც გააკეთა ახალდარჩეულმა, იმედიანად გვტოვებს, რომ იგივე გაგრძელდება. დიქტატორი იყო თუ არა ვიქტორ ორბანი? არა, რა თქმა უნდა, დიქტატორი ყოფილიყო, არჩევნები როგორ ჩატარდებოდა, როგორ დამარცხდებოდა. რეჟიმი დავასრულეთ, ასეთი სიტყვები მოვისმინეთ ჩვენ მადიარის. ჩვენ ხშირად გვესმის ხოლმე ქართული ოცნების მიმართულებითაც სიტყვა რეჟიმი. საარჩევნო კამპანია უნგრეთის პრემიერის ამ შემთხვევაში იყო თითქმის იდენტური, რაც ჩვენ გვესმის ქართული ოცნების მხრიდან. თუ იგივე იყო გზავნილების, სავარაუდოდ უნგრელმა ხალხმა ვერ დაინახა ის საფრთხეები, რა საფრთხეებზეც ბატონი ორბანი საუბრობდა. ოცნება, რომელიც ახლა მხოლოდ პეტერ მადიარის ერთი განცხადების იმედადაა, უნგრეთის არჩევნებში მხარს ღიად ვიქტორ ორბანის პოლიტიკურ პარტიას უჭერდა. 21 მარტს არჩევნებამდე თითქმის ერთი თვით ადრე უნგრეთში ჩასულმა ირაკლი კობახიძემ თავისი კოლეგა ქვეყნის იდენტობის შემნარჩუნებელ პატრიოტ მმართველად დაასახელა და წინასწარ არჩევნებში ბრიუსელის გავლენებზეც ისაუბრა. დღეს კი ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც პერსონალურად ვიქტორ ორბანის მეხუთე იყო, განსხვავებულს გვიმტკიცებს. ჩვენ ყოველთვის მხარს უჭერდით უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებას. ყოველთვის 16 წლის მანძილზე ორბანი იქნებოდა, ეხლა მადიარია. პერსონალურად ბატონ ორბანთან ყველა შეიძლება ქონდეს მეგობრული დამოკიდებულება. ერთია მეგობრული დამოკიდებულება და ურთიერთობა, მეორე როდესაც პოლიტიკაზე ვსაუბრობ. ძალიან მნიშვნელოვანია თუ კი კონსერვატიული მიმართულება გაგრძელდება სახელმწიფო დონეზე და ხალხი კვლავ დარჩება პატრიოტიზმის, ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის სადარაჯოზე.
და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თან ორბანი დღევანდელი ხელისუფლება ჩვენ ძალიან დიდ მეგობრებს წარმოადგენენ და ბუნებრივია რომ რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მთელი გულით ხარს უჭერთ ორბანს გამარჯვებისთვის. ამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ეს განცხადება რამდენიმე დღის წინ დავით მათიკაშვილმა გააკეთა. ოცნების ეს დეპუტატი იყო ერთ-ერთი ვინც სხვებთან ერთად უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლის როლიც მოირგო. ვიქტორ ორბანის მხარდამჭერი დეპუტატები, რომლებიც უნგრეთში სხვა შემართებით გაემგზავრნენ და მათი ფავორიტი პოლიტიკური პარტიის გამარჯვებას ეროვნული სუვერენიტეტის შენარჩუნებასთან აიგივებდნენ, დღეს ფორმულას კითხვებს გაურბიან. დამკვირვებელი იყავით და გვაინტერესებს როგორ გითხრათ, აბა? დარღვევები იყო თუ არა, ბრიუსელის ჩარევები იყო თუ არა. ეს არის მხოლოდ პასუხი, რომ არ გვეწერებით? არ ვეწერებით დღეს მედირას. უნგრეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ხარით თქვენ უნგრეთში იმყოფებოდით. დარღვევები იყო თუ არა უბანზე? რა შეგიძლიათ რომ ეუთოს განცხადება მოისმინეთ. ბრიუსელის ჩარევა იყო? არჩევნების დღე ჩატარდა მშვიდობიან და კარგად. მე საუბრიშდა უნგრეთიდან სხვათა ახლა მთავარი კითხვაა, ელოდება თუ არა ქართული ოცნება მათ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების გამკაცრებას, ოცნების ხელისუფლების წევრების სანქცირებას, მათ მიერ წარმოებული რეპრესიული პოლიტიკიდან გამომდინარე ევროკავშირში სწორედ ვიქტორ ორბანის უნგრეთი ბლოკავდა. ვითარება სავარაუდოდ განსხვავებული იქნება პეტერ მადიარის მმართველობის პირობებში. ივანიშვილის დეპუტატები კი აქაც ოპტიმიზმის შენარჩუნებას ცდილობენ. ძალიან ბევრი ქვეყანა მათ შორის უნგრეთიც წინააღმდეგი იყო და ვფიქრობთ რომ იმ პოზიციებიდან გამომდინარე რაც უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ისიც იქნება ასე ვთქვათ ამ მიმართულებით სამართლიანობაზე დამყარებული და არა ვიღაცის ასე ვთქვათ კერძო პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე. ივანიშვილის გუნდის წევრები დღეს უნგრეთის არჩევნებში ბრიუსელის ჩარევაზე ღიად საუბრისგან თავს იკავებდნენ, თუმცა ოცნების პარლამენტის დეპუტატების ნაწილი დღესაც იმას ამტკიცებდა, რომ არჩევნებში უცხოური გავლენა უპრეცედენტო იყო. ასეთი უპრეცედენტო ჩარევა გარედან, რომელიც არჩევნებზე იყო, უნგრეთში მანამდე არ ყოფილა. ამას თავად ანალიტიკოსები აღიარებენ, იმიტომ რომ პრეზიდენტის ვიცე-პრეზიდენტი ვინც გაიმარჯვა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც იყო მოვალ პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ის რომ იგივე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი იყო ჩასული, იყვნენ სხვა ლიდერები, ეს იმას ნიშნავს, რომ გარედან სურვილი ჩარევის იყო. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პეტერ მადიარის განცხადება, რომ უნგრეთი დაუბრუნდება ევროპას და ევროპულ ღირებულებებს, მტკიცებულებაა იმისა, რომ ახალი ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი დემოკრატიული პრინციპების დაცვა იქნება. რეჟიმი კი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის და დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევის გამო ჩვენს პარტნიორ არაერთ ქვეყანას ყავს დასანქცირებული, სასურველი პარტნიორი არც ერთი პროდასავლელი ხელისუფლებისთვის არ იქნება. ცოტა ხიმილის მომგვრელიც არის ახლა ივანიშვილის რეჟიმის მარიონეტების მხრიდან ეს რაღაცა ერთ ღამეში სახეცვლილი განცხადებები, იმიტომ რომ ყველა ძალიან კარგად ახსოვს, როგორ გულშემატკივრობდნენ ისინი ვიქტორ ორბანის გამარჯვებას და პროგნოზირებდნენ კიდეც იმისთვის, რომ ეს ერთადერთი მოკავშირე, რომელიც მაატყავდათ ევროკავშირში და პრინციპში სხვაგან საერთოდ არც ჩაესრულებოდა და სხვა არც არავინ ხელს არ ართმევდა, შეენარჩუნებინათ, მაგრამ მწარე რეალობის დღე დაუდგა ერთის მხრივ ორბანს და მეორეს მხრივ მის მოკავშირე ივანიშვილს. მაგიარის პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში რა თქმა უნდა აუცილებლად ყველაფერი შეიცვლება და მათ შორის შეიცვლება დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების მიმართ, იმიტომ რომ მაგიარი მოვიდა იმ დაპირებით, რომ ის უბრუნდება ევროპას, ხოლო ქართულ ოცნებას ასანქცირებენ სწორედ ამ დემოკრატიულობის განადგურებისთვის საქართველოში, რაც პრინციპში ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ მაგიარი შეცვლის დამოკიდებულებას. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ევროპაში პუტინის მთავარი მოკავშირის დამარცხება აისახება საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგზეც, რაც გამოიხატება ევროკავშირის მხრიდან ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქცირების პოლიტიკის გამკაცრებაში. ანალიტიკოსებისთვის უნგრეთში ორბანის 16 წლიანი მმართველობის დასასრული ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში იქნება ერთით ნაკლები ქვეყანა, რომელიც არ დაბლოკავს მნიშვნელოვან ინიციატივებს. შესაბამისად, იზრდება შანსები, რომ ბრიუსელი ბევრად უფრო მკაცრი იქნება ისეთი ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროპულ კურსს შორდებიან. მომავალი ბევრად უფრო ნათელი ჩანს ამ შემთხვევაში ძლიერი ერთიანი ევროპისთვის და რა თქმა უნდა ძლიერი ერთიანი ევროპა ეს არის მნიშვნელოვანი როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის, იმიტომ რომ ასევე კარგად მოგეხსენებათ ორბანი იყო ლობისტი და იყო ის ადამიანი, ვინც აშანტაჟებდა ფაქტობრივად ევროკავშირს და იცავდა ივანიშვილს. ახლა საინტერესოა რა იქნება უნგრეთის ახალი ხელისუფლების პოლიტიკა ოცნების პოლიტიკური გუნდის მიმართ. საინტერესოა ისიც განვითარებული პროცესების ფონზე რა მორიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ბრიუსელის მხრიდან. 21 აპრილს, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება იქნება. ევროპაში რუსული გავლენების შემცირების ფონზე კი არსებობს მოლოდინი, რომ პარტნიორები ოცნების ხელისუფლების მიმართ ბევრად უფრო მკაცრები იქნებიან.